იცი რაღაცებს იტყუებოდა რომ იქ მარტო ჩვენ ვართ კოალიცია და სხვა არავინ არ არის უდიდესი ტყუილი თავის კოალიცია ყველაზე პირველი დაიშალა ხაზარაძის კოალიცია დაიშალა პირველი და არ არსებობდა საერთოდ და მოედანი საერთოდ ცალკე იყო იმ პლატფორმაში ამის გარდა სხვა კოალიციებიდანაც იყო ხალხი ანუ ელენა იყო დროადან გირჩი იყო ელენა იყო გირჩი იყო ასევე აი მახლის კოალიციიდან ერსაქები და ის იყვნენ რა ქვია სტრატეგია იყო ნაცების კოალიციიდან ანუ ყველაფერს იტყუებოდა თავის თავზე რაღაცა რეალობებს იგონებდა ხალხს ატყუებდა ჩვეულებრივად უბრალოდ იმიტომ რომ მის გარშემო რაღაც შემოეშენებინა და ამას ხედავს აი ამ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარს ხედავს იმათ რომ თვითონ გახდეს მთავარი ოპოზიცია როგორი მდგომარეობა იცით ეხლა რომ ჩვენ ჩაინიშნოს ანუ რეჟიმი მოვარყიოთ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს ხაზარაძე შედის თანასწორად დანარჩენ ძალებთან ერთად, იმიტომ რომ სპექტრი დაიყო 4 თანაზომად ძალად, ხო, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში შევიდა. ეს არ უნდა, თანასწორობა არ უნდა. უნდა რომ თვითონ იყოს უფროსი და ამ თუ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარს ჩაუფენს და მაგით გაივლის, შანსი აქვს რომ თვითონ იყოს მთავარი. გახარიასთან გაერთიანებას, ხო, სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, რატო არ დათანხმდა? იმიტომ რომ გახარი არ დათანხმდა გაწევას, ანუ პარტიის hostile takeovers არ დათანხმდა. ხაზარაძე მეტი არაფერი არ არის. 90-იან წლებში როგორც ითრევდნენ ბიზნესებს, აი ისე ხედავს პარტიის ლიდერობასაც. ხაზარაძის გახარიას პარტიის დათრევა უნდა და შენ გაიწიე პარტია მომეციორი, რა მაგრამ ახლა ხომ შეთანხმდნენ გარკვეული პარტიის გაიქცა თავშესაფარსეძებს. ის ევროპა მე ბრუსელში უფრო გამოვადგება ქვეყანასა და არა გახარიამ თქვა რომ მზად ვარ რომ ოცნებას არ ჩავბარდეო. აუ ძალიან მაგარი წინა მზად ვარ გავიქცე. მზად ვარ გავიქცე ქვეყნიდან. მე მზად ვარ მოვკურცხლო მიდან რა ქვია ბრძოლის ველიდან. მადლობა გიორგი რომ მზად ხარ რომ მოკურცხლო ბრძოლის ველიდან. ანუ ეს რაღაცა სასაცილოური ვიქნებია. იბრძოლებო აი შენ ჭირიმეს ხო ხა გაქცეულების მეტი და იქიდან ტრაბახის მეტი რა მინახავს. ანუ თქვენ თვლით რომ რეალურად ეს მემორანდუმი დგას იმაზე რომ გახარიამ დაუტოვა საკუთარი პარტია ხაზარაძეს და ამ შემთხვევაში ხაზარაძე დააფინანსებს მაგის ხალხს ხა იმ ხალხს მონაწილეობა უნდა ხო არჩევნებში ფული არ აქვს ტელევიზია არ აქვს და დაუტოვა თვითონ რა არ არის დაუტოვა ხაზარაძეს და ხაზარაძეს ბედნიერია რომ ჩაიგდო ხელში გახარიას პარტია ანუ სასაცილოა კომედიაა ხალხო რაც ხდება და შეუძლებელია პროცესის ლოგიკა ისა გადარეცხავს მაგათ ანუ შეიძლება გონს მოვიდნენ